ვირუსების ხანაა და დამეთანხმებით ვიღაცები ძალიან მარტივად გადიედა, ვიღაცები საკმაოდ რთულად და მithქვამს ხოლმე, ხო ვიღაცა შემზადა და ვიღაცა არა. როცა დგება გაზაფხული და შემოდგომა, მრევლობის ნუტრიციოლოგი ვამბობ, რომ მოდით დავიწყოთ წმენდა ანტიპარაზიტული და აქ შედის მათ შორის პათოგენური ფლორის გატანა, იმიტომ რომ ეს იცით ტოლფასი, აი როგორც ჯარში არის, ხო ძველი პატოკი უნდა წავიდეს და ახალი ნაკადი შემოვიდეს, ხო? ანალოგიურად ეს ფლორაც უნდა გაიწმინდოს და ახალი ფლორა ჩაცხოვრდეს. სწორედ ეს არის ჩვენი საზღვრებზე ჯარი, ჩვენი იმუნიტეტი. და შესაბამისად ჯერ უნდა მოხდეს წმენდა, მერე უკვე ფლორით შევსება და მერე ზოგადად უჯრედული კვება, იმიტომ რომ თუ ჩვენ ამას ასეთ თანმიმდევრობით ვაკეთებთ, გვაქვს გითხარით ეს ჯარზე საზღვრებზე არის ჩვენი სასარგებლო ფლორა, ისინი შევსებულია საკვებით, ყოველდღიური უჯრედული კვები და შესაბამისად გვაქვს რა ძლიერი იმუნიტეტი და მხოლოდ იმუნიტეტია ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლო რაც კი გაგვაჩნია, ამას ვაკეთებ და მარტივად უმკლავდებით